ბატონო კახი კალაძე, თქვენ ცოლშვილს ამ სახლებში ღამეს გაათენებინებთ? ეს კითხვა აქვთ კახი კალაძესთან იმ სახლების მაცხოვრებლებს, რომელთა ქონებაც თბილისის მერიის გაყიდული მიწების და გაცემული სამშენებლო ნებართვების გამო სიცოცხლისთვის საშიშად იქცა. კახეთში სტიქიის შედეგად განვითარებულმა მოვლენებმა ცხადა დაჩვენა, რა ფასი ხდის ხალხი ხელისუფლების მიერ არასწორად გაცემული სამშენებლო ნებართვების გამო. თელავში მდინარის კალაპოტში ჩადგმულ შენობებს წყალმა საძირკველი გამოაცალა. არასწორად იყო გაცემული ნებართვები რამდენიმე კომერციულ ობიექტზე, რამაც გაამძაფრა ეს პრობლემა. კობახიძემ აღიარა, რომ შენობები მდინარის კალაპოტში არ უნდა აეშენებინათ და ეს ჩინოვნიკების ბრალი იყო, მაგრამ დანგრეულს და დატბორილს ვერაფერმა უშველა. ხალხი ახლა შველას თბილისში ითხოვს. დანელიას ქუჩის მიმდებარედ ნაფეტვრების კლდე იშლება. ამ კლდეზე აშენებული კერძო სახლები კი საფრთხეშია. სასწორზე დევს ადამიანების სიცოცხლე. ფულის გამო. დანელიას ქუჩაზე მდიდრული აპარტამენტების მშენებლობის ბუმია. უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან ახლოს სახლები. ხედით ბერეს ხეობაზე ძვირად ფასობს, ამიტომ დეველოპერები აქ კლდეს ჭრიან, რომ ვიწრო ქუჩაზე კორპუსები ჩადგან. ამ კლდეებს თავზე სახლები ადგას, სადაც ხალხს ყოველი წვიმისას ღამის გათენების ეშინია. პირველ ჯერზე ჩამოიგრა ძალიან დიდი მასა, ოდნავი წვიმა როგორც იყო ერთი ნაწილი მოწყდანა და მეორე კიდეც ჩამოინგრა. მეწყერ საშიშია. ეს წარწერა ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე კერძო სახლების კედლებზე დიდი ხნის წინ გაჩნდა. თბილისის მერიის სახელზე ადგილობრივების განცხადებები და ექსპერტიზის დასკვნები, სადაც ეწერა, რომ აქ მშენებლობა დაუშვებელი იყო, ერთმანეთის მიყოლებით შედიოდა. მიუხედავად ამისა, კახა კალაძის უწყებამ ნაფეტვრებისკენ მიმავალი გზის ამ ფერდობზე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის ნებართვები მაინც გასცა. შედეგად კლდე ჩამოიშალა. ადგილობრივების ნაწილს კი სახლების დატოვება მოუწია. ხალხი თვეებია ბედის ანაბარა საკუთარი ჭერის გარეშეა დარჩენილი. ყველა ოჯახი ბავშვებთან ერთად ვართ აქ, სამივე ოჯახი ვინც ვართ. სამხაროების დასკვნა გვაქვს, რომ დაუშვებელია ცხოვრება. არ ვიცით, როდის შევძლებთ შესვლას და კიდეც არ გესაკითხავია. შევძლებთ თუ არა, ნუ ამ ეტაპზე გაფრთხილება გვაქვს. ანუ ეს ნიშნის ქვეშ დგას, რომ შესაძლოა, რომ საერთოდ ვეღარ დაუბრუნდეთ საცხოვრებელ სახლებს? შესაძლებელია. ვის ეკუთვნის ტერიტორია, რომელიც ახლა სამშენებლო პოლიგონია. მდიდრულ საცხოვრებელ კომპლექს დანელიას ქუჩის 57 ნომერში ბიზნესმენ კოტე გოგელიას დიშვილის სამშენებლო კომპანია იდეა დეველოპმენტი აშენებს, თუმცა ეს ქონება დეველოპერის ხელში თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნისგან აღმოჩნდა. მთლიანად ეს ფერდი პირადად კახა კალაძის ხელმოწერით აქვს ნაჩუქარი ტვილდიანს. ასევე მის თანამშრომელს. ეს არის 37,000 რაღაცა გექტარი და როგორ არის იცით, რომ აქაც პროექტები გამზადებული აქვს ამ ტვილდიანს და ანუ უნდა გაყიდოს. გიორგი ტვილდიანი, რომელზეც იოსელიანის ქუჩის მცხოვრები ინგა მეურმიშვილი საუბრობს, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელია. 37,000 კვადრატული მეტრი ტერიტორია მერიის ყოფილმა მაღალჩინოსანმა თბილისის მერიისგან მიიღო. საუკეთესო ადგილას მდებარე მიწის ნაკვეთები დაყო. სამშენებლო ნებართვების საქმეც მერიაში მოაგვარა და დეველოპერებზე გაყიდა. მერის ერთი ხელმოწერით, მერიის ყოფილმა მაღალჩინოსანმა რამდენიმე მილიონი ლარი მიიღო. პროექტი არის გამზადებული აქვს ტვილდიას, 16 სართულიან კორპუსს დგამს აქაც. ხო და აი ეხა მივყევით ყველაფერს, აი როგორც წესი და რიგია, ხო? განცხადება გვაქვს შეტანილი კახა კალაძის და მერიის მხრიდან არანაირი რეაგირება. მთავარი ფიგურანტი ტვილდიანია, რომელსაც ეს მიწა აქვს ნაჩუქარი პირადად ბატონ კახა კალაძის ხელმოწერით. მერე ყიდის დიდრდება და ამდენ ხალხს ტოვებს უსახკარო. აი ეს არის სქემა. ვეძებთ სამართალს, თუ ვიპოვეთ. ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში ჩვენ გიყვებით, როგორ გახდა მერიის ერთი მაღალჩინოსანი მილიონერი სახელმწიფო ქონებით.
გიორგი ტულდიანის მამა იოსებ ტულდიანი თბილისში ზემო ვერაზე მთაწმინდის ფერდზე 4124 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას ფლობდა. ეს ქონება მას 90-იან წლებში გადაეცა. აქ თბილისის გენერალური გეგმით მშენებლობა აკრძალული იყო და გზაც კი არ მიდიოდა. მერიამ კი ამ ტერიტორიის სანაცვლოდ ტულდიანს ვაკე საბურთალოს გასაყარზე დანელიას ქუჩაზე თითქმის 10-ჯერ უფრო დიდი ტერიტორია გადასცა. ტულდიანმა მიიღო მიწა სასტუმრო სასაშენებლად ძველ თბილისში, მთავარ ანგელოზის ქუჩაზეც. ტულდიანის მონაწილეობით ხდება ეს ყველაფერი. ჯერ მიწებს უცვლით გიორგი ტულდიანი, რომელიც თბილისის მერიის ყოფილი ჩინოვნიკი არის, მიწებს კი, ყოფილი ჩინოვნიკია განვითარების ფონდში. თუ იქით მივდივართ, რომ რაიმე კავშირი არის ნაკრძევი, ბატონო გიორგი ეს ყველაფერი. ანა ნახეთ, ზოგადად ყველა მშენებლობა ბიზნესია ხა რაზე ვაპარაკობ. მერია რომ არის ჩართული ამ ბიზნესში. არც ერთი სოციალური პროექტი არ არის, არც ერთი მშენებლობა ხო? მერია რომ არის ჩართული ამ ბიზნესში, ამას ველაპარაკებით. ჩართულობაში რა დოზით და რა კუთხით სვავთ ამ საკითხს, ხო? ეს მე არ ვიცი. თბილისის მერია მისივე უწყების ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეში რომ დიდი დოზით იყო ჩართული, ამას ადასტურებს ყველა ბრძანება, რომელიც გიორგი ტულდიანისთვის მიწის მონაცვლეობის მიზნით გამოიცა. აი დოკუმენტები. 2019 წელს დედაქალაქის მერმა თბილისის საკრებულოს მიმართა და ზემო ვერაზე მდებარე 4124 კვადრატული მეტრი მიწის სანაცვლოდ ტულდიანისთვის სახელმწიფოს კუთვნილი 2 მიწის ნაკვეთის გადაცემა ითხოვა. ამ გადაწყვეტილების მიღების დროს გიორგი ტულდიანი საჯარო მოხელე იყო და ნაცალადევის გამგეობაში ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. კახაკალაძის მოთხოვნა თბილისის საკრებულომ ერთხმად დაამტკიცა. განკარგულებას კი, რომელიც 2019 წლის 24 მაისით თარიღდება ხელი გიორგი ტყემალაძემ მოაწერა. 4124 კვადრატულში 37190 კვადრატული რომ გაუცვალეთ, შემდეგ ნებართვა რომ მიეცით მერიისგან და შემდეგ მან სარფიანად გადაყიდა. დიახ, მათ შორის მონაცვლეობას კი. ნახეთ, აქვს ყველა საკითხის გადაწყვეტას აქვს თავის პროცედურა. ეს გადის არაერთ ასე ვთქვათ ინსტანციას, როგორც მერიაში, შემდგომ საკრებულოში და საბოლოოდ საკრებულოს გადაწყვეტილება მიღებული. ფერდობზე ნახევრებში რატომ ვაძლევთ ამ სადაც მშენებლობაც კი არ შეიძლებაო. ნახეთ, ყველა ნებართვას კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, აქვს შესაბამისი ვალდებულება. მერიასთან დადებული გარიგება გიორგი ტულდიანის ბიზნესისთვის სარფიანი აღმოჩნდა. თბილისის განვითარების ფონდის ყოფილმა შეფმა სახელმწიფოსგან მიღებული 37000 კვადრატული მეტრი ტერიტორია 7 ნაწილად დაყო. ნაწილი 19000 კვადრატული კოტე გოგელიას დისშველს $2 მილიონ მიჰყიდა. სწორედ ამ ტერიტორიაზე მოჭრეს ფერდი ისე, რომ კლდის ჩამოშლა გამოიწვია. საერთოდ გამოსაკვლევია როგორ შეიცვალა ზონირება, რატო გაიცვალა 37000 ფართის ეს ტერიტორია 4000 კვადრატულ მთაწმინდაზე არსებულ ტერიტორიაში. გიორგი ტულდიანი რატო მიეცა ამ ადამიანს ამდენი უფლებები, არ ვიცი, ვერ გეტყვით. ეს ალბათ უნდა გამოიძიო. ჩვენ ვაფრთხილებდით, ჩვენ წერილები გვაქვს შეტანილი. აქ ვიდექით ფიზიკურად ვუშლიდით ტექნიკას ხელს რო შეტანით, რომ აშკარად გვანგრევდნენ ან არქიტექტურის ბიუროში საერთოდ არაკომპეტენტური ხალხი ზის საერთოდ ან რაღაცა გარიგებებია. მერმა ხალხის კუთვნილი 37000 კვადრატული მეტრი ტერიტორია გიორგი ტულდიანს 4000 კვადრატულში გაუცვალა, მაგრამ ეს ისტორია ამით არ სრულდება. მერიამ გასცა მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის ნებართვაც. იქ სადაც ეს არ შეიძლებოდა. აი ფაქტი. ეს არის 2023 წლის 8 მაისით დათარიღებული გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილი. დოკუმენტის მიხედვით 2019 წლიდან ნაფეტვრების გზის მიმდებარედ არსებული ეს ნაკვეთები გეოლოგიური საფრთხეების მაღალი რისკის ზონაში ირიცხებოდა. დასკვნაში პირდაპირ ეწერა, რომ აქ მშენებლობა მეწყერსა და ქვათაცვენას გამოიწვევდა. მიუხედავად ამისა, მერიამ უწყების ყოფილ მაღალჩინოსას 14 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის ნებართვა მაინც მისცა. არქიტექტურის სამსახურის მონაცემებით პროექტის არქიტექტორად თავად გიორგი ტულდიანია მითითებული. გამარჯობა. გიორგი გედეონიშვილის სამსახურშია. დღეს იღებთ თომა? არ არის დღეს? არც ხელმძღვანელი პირები არ არიან სხვა.
Idea Development-სა და გიორგი ტვილდიან შორის გაფორმებულ $2 მილიონ ხელშეკრულებას ხელს კომპანიის დირექტორი გიორგი გედევანიშვილი აწერს. გარიგების დადების დროს სამშენებლო კომპანიის მფლობელი დავით ფოცხვერია რუსეთში იმყოფებოდა. ასე წერია ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტებში. სწორედ ამიტომ ახლა მასთან შეხვედრას და იმის გარკვევას ვცდილობთ. დაულაგა თუ არა კომპანიას ნებართვების მიღების საქმე მერიის ყოფილმა ჩინოვნიკმა და დაასაქმეს თუ არა ტვილდიანი არქიტექტორად სწორედ მერიაში არსებული კავშირების გამო. გიორგი ტვილდიანს იცნობთ თქვენ? მე მგონი ვერ ვისაუბრეთ ჩვენ ხო? რამე ხელშეკრულება გაქვთ გაფორმებული რომ დუმარების საქმედაგადები. ჟურნალისტი და ჟურნალისტებს ესაუბრება გიორგი ტვილდიანს ესაუბრებ სხვანაირ როგორ გითხრა. აი რა როლი ჰქონდა ამ თქვენს დაპროექტებებში გიორგი ტვილდიანს ვისგანაც მიწა იყიდეთ ეგ მაინტერესებს. ახლა ჩართულია პროცესში? შეგიძლიათ დავბრძანდეთ დამირეკოს ჩვენი დირექტორი გიორგი და გეტყვით ვის გაესაუბროთ სათაურში. დანელიას ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოების გამო კლდის ჩამონგრევისა და საცხოვრებელი სახლების დაზიანების მიუხედავად კომპანია Idea Development-ი ჯერ კიდევ აუშენებელ კორპუსში ბინებს მაინც აქტიურად ყიდის. ეს აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ რეალური საფრთხის, გეოლოგებისა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნების მიუხედავად, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ მშენებლობა იქ მდგარ სახლებს საფრთხეს უქმნის, კომპანია სამუშაოების განახლებას მაინც გეგმავს. რასთან დაკავშირებით ყიდით თუ არა ჩამონგრეულ ტერიტორიაზე ბინებს ისე რას ყიდით არ იცით? შესაბამისად ინფორმაცია ხომ გიყიდით თუ რატომ აგიკრძალათ დავით ფოცხვერია? აბა ვერ გაგესაუბრებთ უბრალოდ. რუსეთში გამდიდრებული ბიზნესმენების კომპანია Idea Development-ში გვპირდებიან, რომ ჩვენს ყველა კითხვას პასუხისმგებელი პირები უპასუხებენ. რომ დამიტოვოთ თქვენი საკონტაქტო და ჩემსაც გაგატანთ. და შეგვიძლია ამხვალ ამ ზეგინდელზე შევთანხმდეთ უკვე შეხვედრას. მოგვიანებით პრესსამსახურის მეშვეობით გვატყობინებენ, რომ პირისპირ ინტერვიუს ფორმატში საუბარს არ აპირებენ და მათ პასუხებს მხოლოდ წერილობით მივიღებთ. კითხვები ბევრია ქალბატონკეთა, რატომ გვემალებით? ძალიან კარგი ჯერ გამოგვიცანეთ თუ შეიძლება თქვენი კითხვები კონკრეტულად რა გაინტერესებს ეხლა ხო ჩამოგვიწვევთ ეს კითხვები. მიმდინარე მშენებლობა და ჩამონგრეული კლდე, მშენებლობის ნებართვის მიღება, კავშირები ტვილდიანთან, კომპანიასთან რომლისგანაც იყიდეთ თქვენ ეს ტერიტორიები, რომელმაც თქვენ მოგიტანათ სამშენებლო ნებართვები. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას კომუნიკაციის რომელ ფორმას ვირჩევთ. ეს არის საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ჩვენ არ მუშაობთ ბეჭდურ გამოცემაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე მივიღოთ პასუხები. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ გამოვთქვათ მზაობას ნებისმიერ დროსა და ადგილას იყოს ჩაწერილი ინტერვიუ ნებისმიერ პასუხისმგებელ პირთან. მიუხედავად ჩვენი პასუხისა, რომ ვითხოვდით სატელევიზიო ინტერვიუს, Idea Development-მა უარი განაცხადა. თავად შეადგინა სავარაუდო კითხვები, გასცა პასუხები და ის წერილობით გამოგვიგზავნა. კომპანიაში ამბობენ, რომ როდესაც მერიის ყოფილი მაღალჩინოსნისგან მიწა იყიდეს, განსახორციელებელი პროექტის ავტორი ტვილდიანი იყო და მისი მონაცემები არქიტექტურის სამსახურში მხოლოდ ამიტომ არის მითითებული. ეს ტერიტორია, ეს ტერიტორია. როგორ მოხდა მიწების მონაცვლეობა და ნებართვების მიღება მერიიდან? ამ კითხვებით თბილისის განვითარების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელთან გიორგი ტვილდიანთან მივდივართ. როგორ შეიძლება დავუკავშირდეთ? კი, მესმის, მაგრამ ნახეთ, არც ბავშვებით არ მინდა რომ გადაგიღოთ და იქნებ მითხრათ როგორ დავუკავშირდე ბატონ გიორგის. არ იცით მეუღლეს როგორ დავუკავშირდე? ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ კალძის ხელმოწერილი მიწის გაცვლის შეთანხმება ტვილდიანისთვის სარფიანი გარიგება აღმოჩნდა. მიწის ნაწილი გაყიდა, ნაწილზე კი თავად აპირებს კორპუსების აშენებას. 18000 კვადრატული მეტრი ტერიტორია ჩამოშლილი კლდის მიმდებარედ მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახის საკუთრებაა. კომპანია ბაკე პროპერტი ტვილდიანის დედის სახელზეა გაფორმებული. ეს კომპანია აქ 39 მეტრიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვის მიღების პროცესშია.
თბილისის მერიაში ჩამოყალიბებული პრაქტიკა იყო, რომ მიწის ნაკვეთების ადგილმონაცვლეობაზე ფულს აკეთებდა პირდაპირ დედაქალაქის ვიცემერი და შესაბამისად დედაქალაქის მერისაც მათთან დაახლოებული ადამიანების გავლით ხდებოდა მუნიციპალიტეტის და თბილისელების საკუთრებაში არსებული ისეთი ქონების დასაკუთრება, რომელიც არის ღირებული, ასეთი ნებართვები არის ძალიან ბევრი და ეს არსებული პრაქტიკა გვაძლევს იმის მინიმუმ ეჭვის ქონის შესაძლებლობას, რომ სხვა მსგავსი ადგილმონაცვლეობებიც ხომ არ არის კორუფციული ინტერესით გამოწვეული. იოსელიანის ქუჩაზე მცხოვრები 36 ოჯახი გასახლების საფრთხის წინაშეა. მას შემდეგ, რაც დანელიას ფერდობზე სამშენებლო სამუშაოები და მიწის მოჭრა დაიწყო, ფერდი ჩამოიშალა. ჩამოშლილმა კლდოვანმა მასამ იქ მომუშავე ექსკავატორი მოიყოლა, მძღოლი კი სიკვდილს ძლივს გადაურჩა. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ტერიტორია შეისწავლა. მომზადებული დასკვნის მიხედვით ადგილზე ცხოვრება საფრთხის შემცველია. ამ დოკუმენტის საფუძველზე სამ ოჯახს ცხოვრებლის დატოვება უკვე მოუწია. ეს გრძელდებოდა თვეობით. ყოველ ჯერზე წარმოიდგინეთ, აი ახალი ძალებით მოდიოდნენ და ყოველ ჯერზე რაღაცის მოგონება გვიწევდა, როგორმე შეგვიფერხებინა. მე ნუ ამ გიორგის ხეს მეზობელი ვინც არის რაღაც უკვე ისე გაფრთხილება მიიღეს, რომ უკვე დასაჭირად გაიხდიდა თავი. ისაც ვიყიდე ფაქტობრივად იმ კომფორტისთვის ვერ შევირგება ყოფნას და ვერც ვიქნები უსაფრთხოდ ან სულ რომ მითხრა რომ შედიო ვერ შევარსახ. გაყიდული ქონდა, ბე აღებული ქონდა, წარმოიდგინეთ 13-ში ჩამოიგდა და თვის ბოლოსთვის თანხა სრული თანხა უნდა გადაეხადათ. ახლა როგორია იმასაც სამხელა გაცვლა ქონდა ოჯახს. ახლა ფინანსური ცხოვრება შეიძლება. იოსელიანის ქუჩის მცხოვრებლების ქონებამ ფასი დაკარგა. მათ კი ვისაც ნგრევის საფრთხის გამო საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუწია, არ იციან, როდის შეძლებენ დაბრუნებას. თვეები გავიდა, თუმცა ადგილობრივები ჩამონგრეული ფერდის გამაგრებას და საბოლოო დასკვნას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდებიან. თბილისის ვიცემერს ვკითხეთ, რატომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომელმაც მოქალაქეებს საფრთხე შეუქმნა. ბიუჯეტს კი ზარალი მიაყენა. ამ კაცს ეხმარებით მილიონების შოვლაში ბაცგიორგი არის ეს ადამიანი საერთოდ არ ვიცი მერიაში მუშაობდა თუ არ მუშაობდა და მე პირადად და ჩემი კოლეგები გადაწყვეტილებას ვიღებთ არა პიროვნებების შესაბამისად არამედ შინაარსობრივად განხილვის შეუძლებოდნენ აქ აშენება საფრთხის შემცველია და შენებლობის ერთი ოქმი მეორე ოქმი მესამე მეოთხე და აუცილებლად დეტალურად იქნება 2019 წელს რატო იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული. მადლობა. კალაძე ყოველი ასეთი შემთხვევის დროს პასუხისმგებლობას იხსნის. ამ თემაზე პირველი ჟურნალისტური გამოძიება ჩვენ 4 წლის წინ მოვამზადეთ. მაშინ ნაფეთრების არც კლდე იყო მოჭრილი და ბუჩქებით გამწვანებული ფერდი ასე გამოიყურებოდა. როდესაც კალაძეს კითხვა დავუსვით, პასუხის ნაცვლად ის ჩვენს ჟურნალისტს თავს დაესყა. გიორგი ჭოლდიას თქვენ ფაროლობთ თუ არა? რატომ მოხდა ტერიტორიაზე ზონალური სტატუსის შეცვლა? ბატონო კახი, შეგიძლიათ არ მაქვს სურვილი ჩაგეწეროთ, ძალადობთ. შესაბამისად, ძალადობა ეს იყო, როდესაც თქვენმა თანამშრომელმა მეჯიკავა, მიყვირა და ჩემს ოჯახს შეეხოს, ამას ასწავლით თქვენ თანამშრომლებს, ბატონო კახა? როდესაც მედია კითხვებს სვამს, თავს გვესხმიან. როდესაც კლდე ინგრევა, პასუხია რომ დამნაშავეები ისინი არ არიან. ამ ბრალდებების ლაბირინთებში კი ხალხი, ვინც მთელი რესურსი ნაფეთრების გზაზე სახლების აშენებაში ჩადო, საფრთხეშია.